ზუსტად დღეს უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წელი გავიდა, ამიტომაც დღეს კიევი იქნება მსოფლიო ლიდერების თავშეყრის ადგილი. სულ ცოტა ხნის წინ უკრაინის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ მსოფლიოს ლიდერების ნაწილი. ადგილზე უკვე იმყოფება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ურსულა ფონ დერ ლაიენი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ასევე ესპანეთის პრემიერ-მინისტრი და ბალტიის ქვეყნების ლიდერები უკვე ჩავიდნენ და კიდევ ველოდებიან ევროპის არაერთი ქვეყნის ლიდერს. დღეს უკრაინაში გაიმართება უკრაინის უსაფრთხოების სამიტი. ზუსტად 13 ქვეყნის მსოფლიოს 13 ქვეყნის ლიდერი ჩავა დღეს კიევში და მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების სამიტში და რაც შეეხება დანარჩენ ლიდერებს, 28 ქვეყნის ლიდერი უკვე დისტანციურად ჩაერთვება სამიტს და დღეს მოვლენების მთავარი ეპიცენტრი იქნება, რა თქმა უნდა, უკრაინა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმირ ზელენსკი გრძელვადიანად ითხოვს ევროპისგან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. საინტერესოა რა განცხადებები გააჟღერდება უსაფრთხოების სამიტზე, თუმცა იქამდე სანამ უკრაინის უსაფრთხოების სამიტი ჩატარდება, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე ისაუბრა, როგორ ხედავს ის უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის და განსაკუთრებით მან აქცენტი პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით გააკეთა. უფრო კონკრეტულად პრეზიდენტ ზელენსკის დაუსვეს კითხვა, მზად არის თუ არა ის გადადგეს თანამდებობიდან იმ შემთხვევაში, თუ ის მიიღებს გრძელვადიან გარანტიებს, რაზეც ზელენსკიმ უპასუხო, რომ ის მზად არის დათმოს პოსტი იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მიიღებს გრძელვადიან გარანტიებს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. მან მჭირდება გრძელვადიანი გარანტიები და არა უსაფრთხოება მხოლოდ დღეს, ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი და ასევე პასუხობს პრეზიდენტ ტრამპის ძალიან ასე ვთქვათ, მწვავე შეფასებას მის დიქტატორობასთან დაკავშირებით, სადაც და ზელენსკი პირდაპირ ამბობს, რომ მას არ წყენია ტრამპის ეს განცხადება, რადგან დიქტატორების გაბრაზდებოდა ის, ვინც ნამდვილად არის დიქტატორი. საინტერესოა რა განცხადებებს გააკეთებენ ახლა მსოფლიოს ლიდერები უსაფრთხოების სამიტზე. ყველა თანხმდება მხოლოდ ერთ რამეზე, რომ მოლაპარაკებები, რომელიც გაიმართება უკრაინასა და რუსეთს შორის და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უნდა იყოს ჩართული იქ როგორც უკრაინა, ასევე ევროპა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაასახელა ის, ვინც უნდა იჯდეს დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან მოლაპარაკებები ვერ შედგება უკრაინის გარეშე, როდესაც საუბარია უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით. Друга історія, можу поміняти це на НАТО. მზად თანამდებობა დავტოვო თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს, ან გავცვალო თანამდებობა ნატოს წევრობაზე. მე ყურადღებას ვუთმობ უკრაინის დღევანდელ უსაფრთხოებას და არა 20 წლის შემდეგ და მე ხელისუფლებაში 10 წლეულობით არ დავრჩები. ასე რომ ეს არის ჩემს ყურადღების ცენტრში. ესაა ჩემი ოცნება. მე არ მწყენია გაბრაზდებოდა ის, ვინც დიქტატორია. ეს არ არის მოლაპარაკებების მაგიდა, რომელზეც უკრაინა დაიბარეს. ეს უნდა იყოს და არის კიდეც ჩვენი მაგიდა და მათ ჩვენ ვპატიჟებთ. უკრაინა, ევროპა, ამერიკა და რუსეთი ეს უნდა იყოს მოლაპარაკებების მონაწილეების სია. უკრაინა 20-25-ის ფარგლებში პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. საუბარია მინერალების შეთანხმებასთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიცია, რომ ტრამპი აპირებდა უკრაინისთვის 500 მილიარდი ევრო სესხად გადაეცა, ოღონდ პროცენტების დაბრუნების სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ჩაიშალა, რადგან პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირდაპირ თქვა, რომ ის არაპირებს ვალის სახით აიღოს მილიარდობით დოლარი, რომ შემდეგ ათეულობით თაობამ უკრაინელი ხალხის გადაიხადოს ეს თანხები და როგორც ზელენსკიმ განმარტა, არანაირი 500 მილიარდი დოლარის შეთანხმება უკვე აღარ არსებობს. პროგრესი მოლაპარაკებებში უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის არის და ასევე მან უპასუხა პრეზიდენტ ტრამპსაც, როდესაც მან თქვა, რომ უკრაინას ომის პერიოდში 350 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ საუბარია 100 მილიარდ დოლარზე, რომელიც უკრაინამ შეერთებული შტატებისგან გრანტის სახით მიიღო და ეს არ არის, ასე ვთქვა, ნაჩუქარი თანხები. შესაბამისად, ზელენსკი ამბობს, რომ არ მოაწერს ისეთ შეთანხმებას ხელს, რომელიც დამაზიანებელი და დამღუპელი იქნება უკრაინელი ხალხისთვის. ტრამპი მარადიული არაა და ჩვენ მშვიდობა გვჭირდება
მრავალი წლის განმავლობაში პასუხობს ზელენსკი დონალდ ტრამპს და პირდაპირ ამბობს, რომ ხელშეკრულება უნდა გააფორმდეს უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ და არა უკრაინელი ხალხის დაღუპვის ხარჯზე. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე ისაუბრა სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. მან პირდაპირ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით, თუმცა მოლაპარაკებებში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული უკრაინელი ხალხი და ასევე მან უპასუხა პრეზიდენტ ტრამპსაც, როდესაც ტრამპმა ისაუბრა ვლადიმირ ზელენსკის უკრაინაში არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მან ზელენსკის 4%-იანი მხარდაჭერის მქონე პრეზიდენტი უწოდა და ზელენსკიმ თქვა, რომ ბოლო გამოკითხვებით მას უკრაინაში 62%-იანი მხარდაჭერა აქვს და არჩევნები უკრაინაში ჩატარდება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ, როდესაც უკრაინა მსოფლიოსგან მიიღებს გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს. Від Трампа я дуже хочу. მე არ გავაფორმე ამერიკასთან შეთანხმება სასარგებლო წიაღისეულზე, რადგან იქ არ არსებობდა უსაფრთხოების გარანტიები და ვერ გავიგე ეს შეთანხმება. უკრაინამ ამერიკისგან სამხედრო ფინანსური დახმარების სახით მიიღო 100 მილიარდი დოლარი და არა 350-500-იან 700 მილიარდი დოლარი. მე არ ვთვლი იმას, რომ უკრაინას ამერიკის მიმართ თუნდაც 100 მილიარდი დოლარის ღირებულების ვალი აქვს, რადგან ეს იყო გრანტი, რომელიც ჩვენ შევათანხმეთ ბაიდენთან. 100 მილიარდ დოლარსაც არ ვაღიარებ. ერმაკს ამჟამად კომუნიკაცია აქვს ამერიკელ პარტნიორებთან. აღარ არის არანაირი 500 მილიარდი დოლარი და არანაირი პრეტენზიები. ამ ხრივ ჩვენ წინ მივდივართ. მე არ მოვაწერ ხელს იმას, რაც შემდეგ უკრაინელების 10-მა თაობამ უნდა გადაიხადოს. მინდა რომ ტრამპი ჩვენს მხარეს იყოს, მინდა რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დავამთავროთ. ჯერა რომ ტრამპი მოინდომებს და დაგვეხმარება ომის დასასრულებლად, მაგრამ ძალა უნდა იყოს მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ტრამპი არ არის მარადიული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა მრავალი წლის განმავლობაში. სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულებების გაფორმების სურვილი და მე მინდა რომ ჩვენი შეთანხმება შეერთებულ შტატებთან იყოს სკანდალების გარეშე. ამერიკის მიერ წარმოდგენილ შეთანხმებაში წერია, რომ ვაშინგტონის მიერ ჩვენთვის მოცემული თითოეული დოლარის დახმარებიდან უკრაინამ უნდა დააბრუნოს 2. ეს წერია იქ. მე წითლად გამოვყავი. თქვენთვის გასაგები რომ იყოს, ეს 100%-იან სესხს ნიშნავს. როდესაც ამერიკა ყიდის ან აწვდის დახმარების პაკეტს ისრაელს, ყატარს ან საუდის არაბეთს იღებს, თუ არა ვაშინგტონი მოგების 100%-ს. ეს ფაქტია რომ არა. მე არ ვაპირებ 500 მილიარდის აღიარებას, ვინმეს მოსწონს ეს თუ არა. უკრაინის პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის ხელშეკრულებაში უნდა იყოს გაწერილი და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვები. საუბარია დონალდ ტრამპთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე და ის პირდაპირ ამბობს, რომ მას სჭირდება მყარი გარანტიები, რაც დოკუმენტალურად იქნება გაწერილი. რაც შეეხება დონალდ ტრამპის პოზიციებს, ბოლო პერიოდის განმავლობაში მისმა განცხადებებმა მსოფლიოს ლიდერები ჩააგდოს შოკში, სწორედ ამიტომაც საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერები აპირებენ მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპთან ჩავიდნენ და ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპს უთხრან ის, რომ ახლა ამერიკის მხარდაჭერა უკრაინას სჭირდება ყველაზე მეტად და უკრაინას დონალდ ტრამპმა ზურგი არ უნდა აქციოს.